გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დაგიბრუნდათ ჩვენი საკალათბურთო პოდკასტი. იგივე შემადგენლობით თორნიკე და გიორგი ისევ აქ ვარ და ირაკლი ხოშტარია ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ვეტერანი კალათბურთელი, კალათბურთის მსმენელი, საინტერესო ადამიანი, რომელმაც კალათბურთის შესახებ, ყოველ შემთხვევაში ქართული კალათბურთის შესახებ ნამდვილად ყველაფერი იცის და დღესაც დარწმუნებული ვარ, საინტერესო საუბარი გვექნება. დიდი მადლობა ირაკლი, რომ მოხვედი ჩვენთან და მთავარი თემა მაინც ეროვნული ნაკრებია, იმიტომ რომ თამაშების მერე ჩვენ არ გქონია გადაცემა თოკო და პირველი კითხვაც ეროვნულ ნაკრებზეა გამოვიშვი. ხო, საინტერესოა რა, მე-6 ევროპის ჩემპიონატი, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი რამეა და ხელშესახები და დასაფასებელი და როგორ შეაფასებდი თვითონ ამ მიღწევას და საინტერესოა რა მოლოდინები იქნება მე ამ მე-6 ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თქვენი აზრით. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში შეუერთდები მილოცვას და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო საქართველოს ნაკრებს, თითოეულ მოთამაშეს, გუნდის სტაფს, ძნელებს, გულშემატკივრებს თქვენს ყველას. ეს წარმატება, მე-6-ეთ ევრობასკეტზე გასვლა. ძალიან შთამბეჭდავი. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენთაგანის არამარტო გულშემატკივარის, ზოგადად თითოეული ადამიანის, ვინ ჩართული არის კალათბურთში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ეს, რომ საქართველოს ნაკრები მოხდეს და მოხდა ევრობასკეტზე რა, ბევრი მიზეზის გამო. გამომდინარე აქედან, რაც კონკრეტული კითხვები თუ რამე გექნება სიამოვნებით უპასუხებ, შედეგი არის და გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ყოველ შემთხვევაში ეს ევრობასკეტი იქნება უკეთესი ვიდრე წინა ევრობასკეტები და რას გულისხმობ, დავუშვათ. ჩვენ გავსულართ ქვეჯგუფიდან. კი, პირველივე წელს. პირველივე წელს გავედით ქვეჯგუფიდან, მეც ვიყავი ერთ-ერთი ასისტენტი. მაგაზეც უნდა ვისაუბროთ აუცილებლად, მივალთ. უკვე იმედი მაქვს და იმედი არის დამყარებული რეალობაზე, რომ ჩვენ ამდვილად შეგვიძლია უფრო წინ წავიდეთ, რა წინ მხედველობაში მაქვს, ნახევარფინალი თუნდაც მე-4-ეთ ფინალი ძალიან ახლოს. დავიწყოთ ქვეჯგუფიდან გასვლა და დავიწყოთ ფინალის გადალახვა ნამდვილად შეგვიძლია რა, თუ ხა გარემოებებმაც შეგვიწყო. 7 მეჩიც მე მგონი ძალიან ახლოს ვიყავით, ზუროსი რომ მოვიდა, ლიტვას რომ მოუგეთ, ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მე სამწუხაროდ უკრაინებთან და ისეთ გუნდებთან წავაგეთ, რომ ხო აი ვთქვათ როგორი იქნება ჩვენი ნაკრები მამუსთან, გოგასთან ერთად, ბოლდვინი ჯამფთელი, ძალიან არ გაგვიწყო. ხო, ანუ როგორ ვფიქრობთ? მე მგონი ანგარიში გასაწევი. მაგიტო ახსენე და ვთქვი, რომ დავუშვათ მარტო სურვილი არ არის ეს რა, ეს არის რეალობა და ეხა ამ ბოლო თამაშებს ალბათ ბოლო თამაშს შევეხებით, ხო, მოგვიწია თამაში ბოლდვინის გარეშე, რომელიც წინა შოკი იყო შეიძლება ითქვას ყველასთვის და რა ძალაც არის გამოჩნდა ბოლო თამაშებში და მე მგონი ყველა სკეპტიკოსი ვინც ეხა ვიცი როგორ არის რომ აი ლეგიონერს იმატებ მანდა მაინც ის ლეგიონერი უნდა იყოს მოლოდინი ძალიან დიდი აქვს არის ხო ვფიქრობ რომ ამ მოთამაშემ აბსოლუტურად გაამართლა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევისთვის ყველანაირად რა როგორც ვიცი იქ თავისი ხასიათიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ნიუანსს აქვს მნიშვნელობა ზოგადად რა ის მარტო არ არის და კარგი მოთამაშე იყოს ჩამოიყვანო და ყველაფერი კარგად იყოს. ძალიან ბევრი დეტალი არის და ვფიქრობ ამ ყველაფერში მე როგორც ვიცი და როგორც გარედანაც უყურებ. ჩანს. ხო, არ ინტერვიუდან ძალიან დადებითი პიროვნება არის მოედნის გარეთაც და რაც თავარია მოედანზეც. პლუს ამას, რა თქმა უნდა, გოგა და მამუ, რომლებიც დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ბიჭებთან ერთად, თორნიკესთან ერთად, შერმო, რომელიც ბოლო დაანონსა ხო რომ ბოლოს თამაშობს და რა ვიცი ხა პატევისცემის წას მსახურებს ჩვენ და ის მოთამაშეები რომლებიც ახლა გამოიცა შექმნიან იმ გუნდს და შესაძლებლობა გვექნება იმისა რომ ყოველ შემთხვევაში არავისთვის ისეთის არ ვიყოთ რა ფავორიტები მყავს ხედველობაში ხო ადვილი გასეირნება ალბათ ჩვენთან არავის არ უნდა გქონდეს იმედითა გვაქვს და ველოდებით კენჭისყრას ახლა ხო 27 მარტს ხო თუ არ ვცდები საინტერესოა სად მოხვდებით ეგეც იმიტომ რომ არის ხო იქ ლატვია არც ეგ აი ვარიანტია ძალიან მომწონს ლატვიის ისა კალათბურთი თორე კვიპროსი წასასვლელადაც კარგი იქნებოდა ეს აქვე საბალეში კოტკი ისედაც კვიპროსი ჯგუფში ნახოთ ხო წილისყრას ყოველთვის აქვს ხოლმე მნიშვნელობა. ხო აი დანიასთან თამაშზე მაინც უფრო ოდნავ დეტალურად ვთქვათ ორი სიტყვით ბოლდვინის ტრავმა ყველა აგონერვიულა იმიტომ რომ ჯერ ერთი მანამდე გავიგეთ რომ შილცი ჩამოყავდათ რომელიც ყველამ ვიცით რომ მაღალი დონის მით უმეტეს ევროლიგას თქვენს ადევნებთ თვალყურს
აქტიურად და მაღალი დონის მოთამაშეა, იფეისაც სულ არის ხოლმე, თამაში იქ დანიაში მოგვიგეს და რეალურად განსხვავება ბევრი არაფერი იყო ხო შემადგენლობებს შორის, ანუ იქ ყავდა ბოლდვინი არ ყავდა, მაშინ არ იყო. ამერიკელი ის ყავდა ხო ტომასონი იყო. იქ იყო. და ანუ გამოდიოდა რა რომ იმათ შილდსი დაემატათ თბილისურ შეხვედრაში. ჩვენ გამოგვაკლდა ლეგიონერი. ტომასონიც აღარ ყავდა ლეგიონერი, გამოგვაკლდა. მით უმეტეს წნეხი იყო ძალიან დიდი ხო ნაკრებზე სახში ფსიქოლოგიურად ფინალის ტოლფას შეხვედრა არის და გასაგებია რომ თამაშის ხარისხი მაღალი არ იყო, მაგრამ აი ყველაზე მეტად რა მოგეწონა და რა დაინახეთ ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდის. ნუ პირველ რიგში დავიწყებ იქედან რომ ჩვენ მქონდა ერთი პლუსი მაგ და რა არის. დანიასთან პირველი თამაში რომელიც წავაგეთ, სულ ამდენიმე დღის მოსული იყო მთავარი მწვრთნელი, ეს არის ძალიან ხო არის ცნობილი ხო. თემა ზოგადად არა მარტო ნაკრები, აი კლუბშიც რომ მიდიხარ, ჭირდება გარკვეული დრო და ეს დრო არ არის. რაღაცა 2 და 3 დღე და 1 კვირა და 2 კვირა და 1 თვე რაღაც გარკვეული დრო ჭირდება. მიუხედავად ნაკრებში, ხო, ეხა ინიშნები მოდიხარ და პრაქტიკულად გაქვს რამოდენიმე დღე მოთამაშეების გასაცნობად გასაგებია რომ დავუშვათ იქ ცნობილი სახეები არის თორნიკე, შერმო, დუდა და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ეხა 12 კაცი არის ხო მინიმუმ ეხა შემადგენლობაში და საინტერესო იყო და აი იმავე თამაშზე არ უნდოდა რაღაც ეხა დიდი პროფესიონალიზმი რომ ჩანდა რომ აშკარად წნეს ჭირდებოდა დრო. ხო, მწვრთნელის პროფესიონალიზმი მე მგონი აზრის რეჩვი შეტანა არ იყო, სწორი იქ იყო ლაპარაკები რომ არ გვერგება ჩვენ ასე შემდეგ ყოველთვის იქნება ეგ საუბარი და იმიტომ არის გულშემატკივარი და თუნდაც ჩვენ ხო რომ ჩვენ ყოველთვის არა უნდა იყოს კიდეც ალბათ კარგია პირიქით ხო ზოგი შეიძლება ობიექტური ზოგი არა ნუ ეხა ეგ გასაგები არის მაგრამ აშკარად ჩანდა რომ და მეც გამიჩნდა ხო როგორც ეხა ერთ-ერთ გულშემატკივარ შეიძლება ესე ითქვას რომ იქ იყო ასისტენტები რომელიც მიაწვდნენ ინფორმაციას ამა თუ იმ მოთამაშეზე მაგრამ ეს არ არის საკმარისი მერწმუნეთ იქ არის თავარი მწვრთნელი რომელიც თვითონ კონკრეტულად უნდა ნახოს გაიცნოს თითოეული მოთამაშე ალბათ თავის წარმომადგენლობაში. რა შეიძლებოდა იმ პირველ თამაშზე, ხო, იქ არის იმაზე საუბარი, რომ ჩვენ გვინდოდა შედეგი. ამიტომ თავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით იქ მიდის იმაზე, რომ შედეგი დადოს და არა ის, რომ რაღაც მისი ტაქტიკური მონახაზები შემოიტანოს და მისი იდეები განახორციელოს. რთული არის ძალიან. მით უმეტეს ნაკრები არის და აი რა შეიძლება ბოლო თამაში ამ ხრივ უპირატესობა ქონდა. ამიტომ ჩვენ ვითამაშეთ მაგის შემდეგ იქ სერბეთთან ქონდა გასვლა, შემდეგ ფინეთთან ქონდა 2 თამაში და თვალნათლივ ჩანდა რომ ჯიკიჩი იყო სულ სხვა. ამუშავებს გულისხმობ, არა დაუშვათ პიროვნულად, უბრალოდ ჩვენ გუნდთან მიმართებაში. ამიტომ ეს ის დრო იყო, როცა მან იცოდა უკვე რა მოთამაშისგან რა უნდა მოეთხოვა, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გასაგებია თორნიკე, შერმო, დუდა იქ ბურჯან მესმის ეს ბიჭები, მაგრამ მარტო ეს ბიჭები ვერ მოიგებენ თავს, ხო? და ეს თვალნათლივ ჩანდა და ძალიან მიხარია, რომ ამან შედეგი მოიტანა, ხო? მესმის გეთანხმებით, რომ დაუშვათ შეიძლება ის თამაში არ იყო, რომელიც გვინდა. თავი შედეგი იყო, მე მგონი, ხა ხარისხზე რა ვიცი. როცა ეს ხარისხიც და ეს ყველაფერი ერთმანეთთან რაღაც თანხვედრაში მოვა, იმედი მაქვს, რომ უკვე ევრობასკეტზე ეს ყველაფერი თან დრო არის და როგორც ყოველთვის ბევრი ტურნირი ექნება მოსამზადებლად, ხო? პრობლემა არ გვექნება და აშკარად პირველი თამაში და ბოლო თამაში თუ ესე შევადარებთ, ფიქრობ, რომ ეს უპირატესობა ჩვენ გქონდა და ბოდიში თქო დავამატებ უბრალოდ რომ მწვრთნელს როცა აფასებ ეგ არის ყოველთვის გადამწყვეტი ალბათ რომ პროგრესი დაინახო ხო თამაშიდან თამაშამდე და მოკლე მონაკოში და რთულია ყოველთვის ნაკრების მწვრთნელობა ძალიან რთულია ფეხბურთია კალათბურთია რა მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ შენ გიწევს რაღაც 1 კვირის 2 კვირის მაქსიმუმ გატარება გუნდთან ერთად და არ გაქვს საშუალება ეგეც მე მგონი ბევრია ხო? ეგეც ბევრია ხო ნუ თუ 2 თამაში გაქვს რამდენი დღე 10 დღე არის ყველაზე უკაცრავად ძალიან ბევრი მწვრთნელი შეიძლება გვარებიც გითხრათ რომლებიც არ მიდიან ნაკრებში სამუშაოდ მაგ მიზეზის გამო ზუსტად მიზეზი იმის გამო იქ ბევრი სხვა ის არის კიდე ნიუანსები მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ის არის რომ მას არ აქვს დრო და ამიტომ ევიდები ხო და აი ხა რაც კითხვა რაც მოვიდა პროცესში აი თქვენ გიმუშავიათ ასისტენტად, მთავარწვრთნელად არა, მაგრამ რამ პროცესში ჩართული იყავით და სუპერლიგის რამდენი წელი გამოცდილი მწვრთნელი ხართ. ანუ აი რა სხვაობა არის აი ნაკრების მწვრთნელსა და კლუბის მწვრთნელს შორის? ანუ როგორი უნდა იყოს მწვრთნელი, რომ ესე მოკლე პერიოდში ორიენტირდეს შედეგზე? ანუ რა
რა ისინია სპეციფიკაა რა. ზუსტად აქ არის სპეციფიკა, იცით როგორ არის, რა თქმა უნდა მე ჩემს ვიტყვი, რომ არიან ევროპაში მწვრთნელები, დაუშვათ იგივე ჯიკიჩი, სიტყვაზე ევროლიგის მწვრთნელები, მესინა, რომელთაც თავისი განათლებით დგანან ერთად. მეწმენთ რა, უბრალოდ იქ არის სხვაობა, როგორი მენეჯერი არის, როგორი ფსიქოლოგი არის, როგორ მართავს კლუბს, როგორ შეუძლია დაუშვათ შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრების მცველი და იყო დაუშვათ იტალიის. ეს რადიკალურად სხვადასხვა არის, უნდა გაიცნო თვითონ ქვეყანა, უნდა გაიცნო მოთამაშეები, უნდა იცოდეს სპეციფიკა და აქ არის ზუსტად ამით ფასდება მცველი, თორე ის რო ეხა დაუშვათ ვიღაცა კალათბურთი იცის და ვიღაცამ არ იცის მაგდონეზე ყველა მაღალი დონის არის. ხო, რა სხვაობა არის ზუსტად მაგ. დაუშვათ როგორი მიდგომა შეუძლია, როგორი და ასე შემდეგ. ალბათ ურთიერთობის კომუნიკაციის უნარები ძალიან მნიშვნელოვანია და აი ფსიქოლოგია, ხო რა, აი ფსიქოლოგია. კი, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამ ხრივ ეხა მე როცა მუშაობდი, პირველი კითხვა, როცა გავიცანი მთავარი მწვრთნელი ზუროსი პირველი კითხვა და ძალიან ბევრს საუბრობდით იმაზე, რომ აი რა არის ქართველებისთვის, არა მარტო კალათბურთზე, ქართველებისთვის კარგი, რას მიიჩნევთ სწორად, გულშემატკივარს რა მოთხოვნა აქვს, რა სპეციფიკა აქვს, როგორ არის და აი აქედან გამომდინარე უკვე ძალიან საინტერესო პროცესები. შევეხოთ სერბეთთან თამაშსაც მიუხედავად იმისა, რომ ხე იმდენად მნიშვნელოვანი აღარ იყო, ჩემს მან რამდენიმე კარგი ფაქტორიც გამოჩნდა, ხო, თუნდაც ის, რომ სუპერლიგის მოთამაშეებს მიეცათ საშუალება. გამოცდილება მიიღეს. დავინახეთ, რომ ამ ბიჭებსაც შეუძლიათ კალათბურთის თამაში, ძალიან კაი იყო კორსანტია მაგალითად, ნუ ფევაძე მანამდეც იყენებს ხო ჯიკიჩი, ხუთეულშიც იყო მნიშვნელოვან შეხვედრებში. სერბეთთან თამაშმა რა დაგვანახე, გასაგებია ხო ისინიც მეორე მესამე შემადგენლობით იყვნენ, მაგრამ იმათი მეორე მესამე შემადგენლობა ისედაც ხო ძალიან ძლიერია, თან ნიკოლი ჩოლში გადაჭედილ დარბაზში, მაგრამ მათ 3-4 ცოტა მეტიც თანაბარი თამაში მიდიოდა წნეხის გარეშე, ბიჭები გამოვიდნენ ძალიან ნორმალურად ითამაშეს და რამდენად არის ეგ მანიშნებელი, რომ უახლოეს მომავალ შეიძლება ეს სიღრმე რაც ყოველთვის გვაკლდა, ხო, ნაკრებს აკლდა უფრო წამოვიდეს და მიიღოს მწვრთნელმა. სწორად იქ ახართ, სადაც მე ხა და რატო დავიწყე დანიიდან და რატო ვისაუბრე ამდენი რაღაც ხა. ჩემთვის პირადად ხო როგორც გულშემატკივრისთვის, როცა ამ თამაშს უყურე გამოჩნდა ერთი რაღაცა, ხო? რა სიტყავს ჯიკიჩი. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი გადასახედით. აბსოლუტურად იმავეს, რასაც არის თანამედროვე ევროპული მეტი მობილობა დაცვაში სიხისტე. თელ კორძე პრესინგი მხედველობაში პრესის ქვეშ ამყოფო, რაც ქართველებისთვის ჩვენ ძლიერი მხარე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარე, მაგრამ არა ის, რომ დაუშვათ თელ მოედანზე პრესინგი, აი თუ დააკვირდი იქ იყო მომენტები, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ქონდა ძალიან ბევრი შეცდომა და ბევრი ბურთიც დავკარგეთ, ხო. მეთანხმები იმასაც, რომ ვიღაცას არ მოეწონა დაუშვათ, რა აქ ამაზე არ არის საუბარი, უბრალოდ მე მინდა რაღაც დადებითის მხრივ გავაკეთო ის, რომ იყო მაგალითად ჩვენი მოთამაშე იგივე მაღლები, რაღაც პიკი და პიკენროლი დაუშვათ იყო მოედნის შუაში და ამოდიოდნენ, რაც ადრე არ ხდებოდა დაუშვათ, ხო? ამიტომ მობილობა, კონტაქტი, კალათბურთი არის კონტაქტური სპორტი. როდესაც ქართველები ჩვენ ფიზიკურად და მივეჩვევით იმას, რომ კონტაქტი, მობილობა, უნდა ვირბინოთ, უნდა ვიმოძრაოთ ძალიან ბევრი. და უკვე თვალში საცემი იყო ეს ჩემთვის, რომ ამას ითხოვდა აქტიურად. და საბედნიეროდ ხა მესმის ხო სერბეთის აი თქვენს თქვით, რომ ხა შეუძლიათ გამოიყვანონ 4 ნაკრები რა არ გადავაჭრა, იქნება გადაჭარბება. მიუხედავად ამისა, მიუხედავად შეცდომებისა, მიუხედავად იმისა, რომ უკეთესი გვინდა, ეს იგრძნობოდა, რომ უფრო გაიზარდა რაღაც მობილობა ჩვენი მოთამაშეების, უფრო მეც მოძრაობდნენ და აი დაცვის მხრივ იყო თვალშისაცემი ეს მოთხოვნა რა. კი, ნამდვილად მონდომება, მაგასთან ერთად მონდომება იყო ძალიან დიდი ალბათ ჩადებული, ნამდვილად არ დაუკლიათ, ხო. არ გავჩერდები, ხა შეიძლება არა, აი გიორგი შეეხო, ეხა საინტერესო იმას ჩემი გადმოსახედიდან, რომ სკამის გაზდა რა. მე ჩემას ხო თქვენ გითხავთ, მაგრამ აი დიდი პატივისცემა სუპერლიგის ორივე ამ ლიგის წარმომადგენლები ვართ, მაგრამ რამდენად არის ჩვენი ეროვნული ნაკრების სკამის გაზდა შესაძლებელი თუ ჩვენ მეტი ლეგიონერი არ გვეყოლა, თუ მეტი არ იქნა წამყვან ლიგებში, ევროლიგა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ თუნდაც რავი დაბა ჩემპიონთა ლიგებში რომ მიიღონ ხშირად ამ
მე რას ვწახით, ეხა ვინც არიან სუპერლიგის წამყვანი მოთამაშეები ახალგაზრდებით, მას ოჩხიკიძეთი დავიწყოთ, არ მინდა ეხა ყველა რო მაზიაშვილი. რამდენად მნიშვნელოვანი ამათი გასვლა ამ ქვეყნიდან რომ მიიღონ ის გამოცდილება, მე რომ ნაკრებს თქვათ უფრო გამოადგნენ. თუ შევძლებთ ჩვენ სუპერლიგით გავზარდოთ ეს კამის სიღრმე. ხო, მეც ეგრე ვფიქრობდა, მინდოდა თქვენი აზრის გაგება. არ ამგონია ეხა ვინმე კალათბურთში ჩახედული ადამიანი სპეციალისტი იჯდეს ჩემ ადგილზე და რაღაც რადიკალურად სხვა აზრის იყოს რა. ეგ არის მნიშვნელოვანესი თემა, რასაც თქვენ ეხებით. სუპერლიგა თუ არ განვითარდა, გარდაუვალი არის, არ გამოვა, ვერ გამოვა, არ იქნება, გვიქნებით, ახლა ნახეთ რა ხდება, ხო NBA-ს მოთამაშეები არ არიან. საბედნიეროდ ევროლიგა და ისინი მივიდნენ. დალაგდნენ, ხო? საბედნიეროდ, ხო, ჩვენთვის, განსაკუთრებით ჩვენთვის, მაგალითად სერბებსაც ჰქონდათ პრობლემა, არ ჰქონდა? კი, კაცო, ხო, წამყვანი მოთამაშეები და რა, ეხა ისეთი ის იყო, რომ ეხა შეიძლება და ხო, თამაში და არაფერი ის. ამიტომ აქ რაც შეეხება სუპერლიგას, ალკე თემა არის და მაგაზე. აქ გადავალთ აუცილებლად სუპერლიგაზე, მაგრამ აი ჩემთვის, არ ვიცი, შეიძლება მე ვწდები, ჩემთვის პირადად ეს 20 ტური, 20 თამაში ძალიან ცოტაა რა. ეს არის ზღვაში წვეთი. ხო, მგონია რომ ჩვენ ამ 20 თამაში ძალიან გაგვიჭირდება ვინმე გავზარდოთ. აუცილებლად პრაქტიკულად ცალკე თემა არის კიდე თამაშების რაოდენობა, პრაქტიკულად ჩვენ ვარჯიშობთ მთელი წელი. ხო, და ვთამაშობთ 20 თამაშს. თამაშობთ 20 თამაშს. ხო, კაი, იქ არის თასები ისეც, მაგრამ მე მგონია რომ ვერ ცვლის ის თასები სუპერლიგის თამაშებს, ხო. ამ თემაზე ხა ჩვენ როდის დავიწყეთ საუბარი და კიდე ერთხელ მეორე ყველა დამეთახმები იმაში, რომ ერთი გუნდის გასვლა ეს არაფერი არ არის. 2-3 გუნდი უნდა გავიდეს, ჩვენ სტაბილურად ვერ განვითარდებით, გამორიცხული არის თუ სუპერლიგის 2-3 გუნდმა მინიმუმ არ მიიღო მონაწილეობა. სამეულმა მინიმუმ სტაბილურად არ ითამაშა. აბსოლუტურად ვერ განვითარდა. და ცოტა ალბათ მაღალ რანგშიც, ხო? მერწმუნე 10 წლის მერეც რო შევიკრიბოთ აქ იგივეს ვილაპარაკეთ. გვექნება იგივე პრობლემა და ვილაპარაკეთ იგივეს. იმიტომ რომ 10 წლის უკან საუბრობდი და ეხლა საუბრობ. იგივე და არ შეიცვალა არაფერი, ხო? სამწუხაროდ იქ არის დაუშვათ ქუთაისი გავიდა, თესეო გავიდა, კარგია, მივესალმე, მაგრამ ეს ზურები არის, მაგრამ ბევრად მეტია რა, საჭირო რა. ბევრად მეტი არის რა ამისთვის გასაკეთებელი. ხო და აი ბარემ ორი მიგვიყვანა ხო ლაპარაკმა და პერიოდსაც ხო, როცა აი მოთამაშის კარიერის მერე მწვრთნელობა იწყება და დინამო რომელიც მაშინ ძალიან დიდხნიანი პაუზის მერე ხო მე მგონი გავიდა ევროტურნირებზე ჟუვენტუსში ძალიან დიდხნია აი ეს პერიოდი რო გავიხსენოთ ხა მეც მახსოვს აი ჟუვენტუსთან თამაში რა თქმა უნდა ეხა ეგეთი მატჩები ძალიან კაი გამოცდილება აქვს ქართული გუნდებისთვის მაგრამ რა არის რით არის გამოწეული რით იყო გამოწეული თუნდაც ის რომ ამ ხელა წვეთა გქონდა მე იმის მერე დინამო გავიდა მანამდე რამდენი ხანი არავინ არ იყო და ეხლა კიდე შარშან გავიდა პირველად გუნდი ევროტურნირზე ხო შარშან და შარშან თესე ხო 2 წელია ბოლო 2 წელია რაც ხო ეგ არის მთავარი პრობლემა მაგ არის და მთავარი და მე თუ მკითხავთ კიდე უფრო მაწავალ თუ ჩვენ გვინდა ზოგადად კალათბურთის წინსვლა დაიწყოს და რაღაც ნაბიჯები გადაიგოთ ბავშვთა კალათბურთი ეგ არის ამოსავალი წერტილი ამაზე შეიძლება მადლობა მაგისტრის შეიძლება ვისაუბრო რა ვიცი ძალიან ბევრი ხო რა თქმა უნდა და შეიძლება სუბიექტური ვიყო ეხა არ ვიცი უბრალოდ აქ არის ნუ ჩვენ ეხა სუპერლიგაზე გვაქვს საუბარი და რაც შეეხება დინამოს ხო ეგ იყო ჩვენი მთავარი სურვილი გავიგი გავხდით ჩემპიონები კიდე გავხდით და რა ხო ჩერდებოდით იქ უწინ განვითარება აღარ იყო რა. განვითარება არ არის, ხო, არ მოხდება, როგორ შეიძლება იქ ეს განვითარება მოთამაშეებს წვნელებს, ხო, როგორ უნდა განვითარდე, თუ შენ არ გახვედი, არ ნახე, რა ხდება ევროპაში. თანამედროვე კალათბურთი, რას მოითხოვს, რა სისწრაფეები არის, რა მენეჯმენტი არის, როგორი, რა ვიცი, როგორ ცხოვრობს ზოგადად ევროპულ საშუალო დონის გუნდებზე არის, აქ საუბარი აქ არ არის, ევროლიგის გუნდებზე არ არის ლაპარაკი. საუბარი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ხო? ძალიან ბევრი ნიუანსი არის და ამ ყველაფერს თუ ადრე დავიწყებთ და დაადგებთ. და აი თქვენი ხედვა რომ თქვათ ეს ბავშვთა განვითარება როგორ უნდა დავიწყოთ და რა არის ყველაზე მთავარი გამოწვევა ჩვენ შემთხვევაში. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ახლა ამ პოდკასტის საშუალებით რა გვეძლება საშუალება თქვენი აზრით რა არის ეს? ნუ კიდევ ბავშვთა კალათბურთზე როცა მივადგებით ბავშვთა კალათბურთზე და განვითარებაზე მაინც ალბათ მე ესე ვფიქრობ და ამაში ალბათ არა მე ღმათა ვარ დარწმუნებული შინაგანად რომ წვნელები პედაგოგი ვინ ზრდის როგორ ზრდის და არის ახლა მაგალითად აი თორნიკე თქვენს ყავთ რამოდენიმე სკოლა არის
და ეხლა ვიცი ძალიან ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელი არის, ენთუზიაზმი, ძალიან პერსპექტიული, ძალიან კარგი ბიჭები, მაგრამ არა აქვს საშუალება რომ განვითარდნენ. და რას გულისხმობ? იქ არის რაღაც ფედერაციას აქვს პროგრამა, ადრეც ქონდა, ეხაც ქონდა, რამოდენიმე მოთამაშე მიდის ამა თუ იმ სემინარზე. მე მაგალითად ერთხელ დადებითად ვიხსენებ დინამოს წლებს, იმიტომ როცა დავიწყე მწვრთნელობა, პირველივე ზაფხულიდან ქონდა იმის საშუალება, მომცა კლუბმა ხელმძღვანელობამ, რომ მე არა ძალიან ბევრი. რომ მენახა ესა თუ ის კლუბი, მწვრთნელი და ასე შემდეგ. ამიტომ თუ ჩვენ, აი მაგალითად ბავშვთა სკოლებში თუ არ გვეყოლა პროფესიონალური მწვრთნელები ძალიან რთულია განვითარებაზე საუბარი. იმიტომ მესმის ხო ეხა გასაგები ეგ ფინანსური კუთხითაც არის სკოლები, მაგრამ აუცილებელი არის რომ მაღალ კვალიფიციური მწვრთნელი ყავდეს, რომელიც კურირებას გაუკეთებს იმ ასაკობრივ ჯგუფებს და საით მიდის, როგორი არის დღევანდელი კალათბურთი და რა არის თავარი ფიქრობ ეგ არის მე ჩემი გამოცდილებით რამოდენიმე პრობლემას დავასახელებდი და პირველს ვიტყოდი ინფრასტრუქტურას, მეორეს მწვრთნელებს და მერე საჭიროებს. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურას ხო, იმიტომ რომ მაგის და რო ჩავედით სათამაშოდ, სანამ ვარჯიში გვექნებოდა ხუვენტუდის დარბაზში, იქ რა ვიცი 5-6 დარბაზია კიდე რა და რო გავედი და ეხა არ მინდა რაღაც გადავაჭერთ 500 ბურთი ერთ დარბაზში რა. რავი, იმდენი სავარჯიშო რაც შეეხება ამ ინფრასტრუქტურას. მესმის შეიძლება ეხა 500 და ეხა ხუვენტუდის დონეზე არ ვიყოთ, თუმცა 50 მაინც უნდა გქონდეს. ეს პირობებიც გვინდა, თუმცა არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ მარტო პირობები და მარტო ის არის საჭირო. არა, მეცაც გეტყვით, დაუშვათ თუ არის იმის საშუალება, რომ წლების წინ 10-15 წლის მომიწია ფინეთში ჩასვლა და როგორ განვითარდა ფინური კალათბურთი. იცით ხო ეხლა რა დონეზე არის, ეხლა 20 წლის წინ საერთოდ ძალიან ფინეთში არაფერი არ ხდებოდა. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩამოიყვანეს სერბი მწვრთნელები. დეტმანენი არ ყავდათ? დეტმანი იყო თავარი კურატორი, ამ ყველაფრის გერმანიაში. და ეხაც არის თუ არ ვწდები? ეხაც არის, მოკარი თვალი ხო? დეტმანი იყო თავარი, მაგრამ სკოლებმა ჩამოიყვანეს, პროგრამა იყო ეგეთი, დავინტერესდა, მქონდა მწვრთნელებთან საუბარი და ეს არ არის ფინანსურად რაღაც ისეთი თანხები. არა, ნამდვილად არა. ეხლა სერბეთი ისეთი ქვეყანაა, იცით საკალათბურთო და რატო სერბები? სხვა ქვეყნებიც არის, იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნები. მაგრამ ბევრნი არიან ეგენი და ყველა მწვრთნელი ჩამოიყვანეს და სადღაც 10 წლის განმავლობაში ამ სერბ მწვრთნელებმა დაიწყეს მუშაობა ამ მაგრამ ეს ბევრმა სკოლამ გააკეთა ირაკლი? აი, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ჩაერთო, არ ვიცი ახლა არ მინდა შეცდომაში იმას ფედერაცია ჩაერთო, რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ, გააკეთა ეგეთი რაღაც და 10 წლის განმავლობაში ამ სერბმა მწვრთნელებმა შეძლეს იმდენი, რომ შემდეგ დაიხურეს კუდი, გადააბარეს ამ ფინელ მწვრთნელებს. დაატრენინგეს უკვე ასწავლეს და წავიდეს. იმიტომ მარტო ეთე გაშვება 1-2-3 კაცის სამწუხაროდ არ ყოფილა. არ ცვლის ფონს ხო? არ ცვლის, ვერ შეგიცვლის ამ ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგარი რაღაცა. და აქედან წამოვიდა და იცით ეხა ფინეთი ეხა არანაკლებ ჩვენზე არიან და ჩვენზე კი არა, ეგეთი სროლელები. ეგეთი მაგალითიც იყო მაგალითად. ეხლა ჩემ შემთხვევას ვიტყვი ეხა ურბში რა პრობლემა ძალიან დიდი ხანია, მინდა რომ ვიღაცა ჩამოვიყვანო რა და შეიძლება ზუსტად ეს ბავშვების რაოდენობა იმისთვის ჭირდებოდა რომ გადახდოუნარიანი ყოფილიყავი, მომემზადებია ეს ახალი მწვრთნელები, ვიღაცა თავი მყოლოდა, მაგრამ ინფრასტრუქტურა რო არ ყავს, ახლა მე რომ მწვრთნელს 10,000 ლარი გადაუხავდა და იმას უთხრა რომ შენ დარბაზში 4 საათზე მეტი დღეს არ გაქვს, ან ხუცა, ანუ არასერიოზულია რა. ნახეთონიკ ეხლა ისიც არ მინდა გამომივიდეს რომ არის ხო ზოგადად და ჩვენ ქართველებს არ შეგვიძლია და უფრო მეტი შეგვიძლია, მაგრამ ამ წლების განმავლობაში თუნდაც ნახე არსად არ გავდიოდით, არსად არ ვთამაშობ, ჩამორჩით, ეს უნდა ვაღიაროთ. რა არის მაგაში დასაძრახი რა. ჩამორჩით იმას არ ნიშნავს რომ არ ვიცი. ჩვენზე კარგია და არ ვიცით, ხო, მაგრამ არის ხო რაღაცაში გავასწარით, რაღაცაში ვერ გავასწარით. მე მგონი რომ ფეხი აუწყოთ და ვითანამშრომლოთ. ჩემი ეს პროცესია თქვენ რა ძიძახი ჩაოლებრივი ლოგიკური აი იქ სადაც ვართ ეხა როგორ არის თორნიკე რომ აი დაუშვათ წლეს მოიმატა დონე ჩემპიონატის მისოვენ ამ კითხვას. აი მე მოიმატა? როგორ უნდა მოიმატოს? აი აქედან უნდა მოიმატოს. ბავშვთა კალათბურთიდან უნდა მოიმატოს და მოიმატებს 5 წელში, 7 წელში და მე უახლოეს პერიოდში ესე მოიმატოს. აი მანდ ეგეთი კითხვა მაქვს, რომ კი წინა სეზონთან ცოტა რთულია შედარება და ორი სეზონის წინ რა იყო, მაგრამ
გავიხსენოთ 10 წლის წინანდელი სუპერლიგა პირობითად 15 წლის წინანდელი სუპერლიგა ასე თუ ისე ყველას გვახსოვს თქვენ მით უმეტეს. აი მაგასთან შედარებით მაინც თუ მოიმატა რას ფიქრობთ? იცი როგორ არის? მოიმატა ზოგადად ცხოვრებაში უფრო წინ წავიდა ვიდრე 10 წლის აქ. გამომდინარე აქედან მოიმატა. ელემენტარულად ხელფასები ესე გაიზარდა. რა იყო სხვაგან წამყვან ქვეყნებში 10 წლის წინ და რა იყო მაგხრივ ისევ სტაგნაცია გვაქვს. მიხვდით თორე რა ცხოვრება წინ 10 წლის შემდეგ უკეთესი იქნება ვიდრე ეხლა, მაგრამ შევეხეთ იმ თემებს, რამაც შეუძლია მოიტანოს განვითარება ზოგადად რა. კი ბატონო. ძალიან ვრცელი ხო, არა, მძიმე თემებია, მაგრამ ალბათ როდესღაც უნდა დავიწყოთ რა, ანუ თუ არ გადაიდგა ეგ ნაბიჯები. უყურებ ბავშვთა ლიგებს, რა თქმა უნდა, ჩემი საქმეც არის და ჩვენც აგვაქვს, ხო, ჩვენ კლუბს ეხლა მაგალითად სადაც ეხლა გურჯაანის დელტას, როცა შარშან როცა მივედი გუნდში, ჩამოყალიბდა თვითონ გურჯაანში 10. ხო, ძალიან კაი რაღაცა გაკეთდა, მე ძალიან გულშემატკივრობ ეგეთ რა. იყო ფედერაციიდან ზოგადად ფინანსური მხარდაჭერა თვითონ მუნიციპალიტეტის, ხო. ძალიან მნიშვნელოვანი ის თანხა, რაც გამოეყობა კლუბს, მარტო კლუბში კი არ წავიდეს, ნაწილი დაიხარჯოს ბავშვთა ადგილობრივი განვითარებისთვის. ძალიან კაი, ძალიან. ვიცი რომ არის სხვა კლუბებშიც არის ეგრე და ეს ერთ-ერთი ის არის რა ნიშანი იმისა, რომ რაღაც დაძრული არის ხო რა. ხო. და უნდა უბრალოდ უფრო მეტი რესურსი. მე ხა ხო, რესურსი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ხედვა რაც არის, ალბათ სახელმწიფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაღაცნაირად ის ინფრასტრუქტურები უნდა შეიქმნას, რომ ის ჯანსაღი კონკურენცია პირველ რიგში იმ ბავშვებში და მერე იქნება, რომ ალბათ ალიგა უკეთესი გვექნება, 8 გუნდიანი იქნება, წლიანი იქნება და ეხლა რო წასულები არიან მეოთხე, მესამე ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მაგას თვითონ ჯაფარიძეც იყო და დაასახელა პრობლემათ, რომ ძალიან ბევრი გადიან, მივცემთ მე ჩვენ იმ ბავშვებს საშუალებებს, რომ აქ თუნდაც ფიზიკური მომზადება კონდეთ სრული წელი დანამატები მიიღონ და 18 წლიდან 22-ებში თამაშობენ ჩემი ბიჭები, სუპერლიგის, ა-ლიგის და გუნდი ვერ ვარჯიშობს საერთოდ. იმიტომ რომ ეს ბიჭები და ისეაც დანაწილებულია სხვა. ხო, არა, პრობლემები კი არა, 22-ების არსი აღარ არის, ორი, ჩემი აზრით რა. მთლიანად რომ 18-ის მერე უნდა გქონდეს ალბათ ა-ლიგა, სადაც ეს კარგი ბავშვები ითამაშებენ. შეიძლება კი მაგ თემებზე შეიძლება ვისაუბროთ რაღაც ხო, იმიტომ რომ არ არის რა სერიოზული ხო გუნდში რომ 5 დღე არ მივლენ თამაშის წინა დღეს რომ მივლენ ბიჭები და მერე თამაშზე გავლენ, ანუ რა უნდა ქნას იმ წვრთნელმა. ჩემი აზრით ვერაფერს ვერ იზავს. 18-ის ჩათვლით 18 წლამდელები, რავი, არიან რა ჩამოყალიბ უნდა იყოს ხო პროდუქტი უკვე მზად, რომელიც შეიძლება ერთ-ერთი ჯანი კონდეს იმასთან ნაკლები, თორე კალბურთის სოდნა და განათლებით ჩემი აზრით ისეთივე უნდა იყვნენ, რომ ნუ ეხა მე ცოტა მაინც ხა გადაჭრით ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა კი უყურებ და ვკურირებდი რაღაც დონეზე და მქონდა, მაგრამ კონკრეტულად არ ყოფილი ვარ ასაკობრივი ცნე და ამიტომ ყოველთვის ვერიდები ბოლომდე რაღაც ჩემი აზრის გამოხატვა, სადაც 100%-ით არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ აჯობია და როგორ არის. გამომდინარე აქედან, რავი, ხა ასაკო ალბათ უკვე 13-14 წლის შემდეგ არის ასაკი, სადაც უკვე არის გზა გასაყარი, შეიძლება ესე უხეშად თქვა, რომ ბავშვი მიდის პროფესიონალური კალათბურთისკენ, თუ რჩება სამოყვარულო დონეზე რა და მაგაში მეც ხო, სადაც აი უფრო 15-16 წლის უკვე ალბათ ყველაფერი ჩამოყალიბებული. ამიტომ რა არის პროფესიონალური კალათბურთი და ეს ძალიან ბევრი ის გიწევს ადამიანს, ხო, რაღაცა რომ ჯობია იცოდეს ბავშვმა დაუშვათ, მქონია ძალიან ბევრი საუბარი მშობლებთან, რომ ბავშვი არის 15 წლის ბავშვი და 16 უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა სამოყვარულო დონეზე ითამაშოს, თუნდა პროფესიონალურ დონეზე გაზდას, ცოტა სხვა რაღაცა ჭირდება. ხო, ძალიან მეტი როგორ გითხრა, ეს ხომ შეწირვაო, რომ იტყვიან ის ჭირდება. ხო და აი ეს ხო, აი მივედით მადამდეთ, რომელიც პირადად არ ვიცი ხა რამდენად აუხსნიათ, ჩემთვის მე პატარა ვიყავი, არ მახსოვს ან ჩვენ უხსნით თუ არა იმ ბავშვებს. მე მაგალითად ჩემ გამოცდილებაში რაც მე მქონია შეხება ნიკარატიანი რომა ჭინჭარაულმა გამოიარეს ჩემთან და ძალიან ვცდილობდი იმ დროისთვის რა რესურსიც მქონდა და ვალეშიკობდი რომ ამ ბიჭებს კალათბურთი ეთამაშათ, გამყავდა, ცალკე ვესაუბრებოდი, მაგრამ ეს იყო ზღვაში წვეთი ალბათ, რაც მე უნდა გამეკეთებია, ან რაც პროფესიონალმა ამ ბავშვებს უნდა გააკეთებიოს, რომ ანუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ დროს სწორიკვება, რეჟიმი, დისციპლინა,
აი რა უნდა ვქნათ კლუბებმა, რომ აი ეს ჩაუნერგოთ იმ ბავშვებს ზუსტად ვინც 12-14 წლიდან გადაწყვიტავენ რომ აი ხა თან 2-10 რო გაიზრდება რო უყურებ, რა თქმა უნდა მაგ მიზანი აქვს და მიდის რომ აი ამ ბავშვების გონებამდე იმაზე ადრე ჩავახციოთ, ვიდრე ეს ბავშვები მიხვდებიან რომ ეს არის საჭირო რა, ანუ აი ნაწილობრივ ვისაუბრეთ მაგ თემაზე, ხო და შევეხე. ხო, რაღაც ხო, მივდივართ ამ წვნელთა ეხა თითქოს რაღაც ბევრს საუბრობ, მაგრამ მაინც ეხა თავარი პრობლემას ყველა სფეროში ჩვენ ახლა კალათბურთზე გვაქვს ხო საუბარი, არის მწვრთნელები, პედაგოგი, ხო ვინ უნდა გაზარდოს, ვინ უნდა ეხა მე მომიწია დინამოში ყოფნის პერიოდში, მივედი 12-13 ბავშვს ჩავუტარე ვარჯიში. ხა 12, 11, 9, 10 წლის ბავშვს რა იმას უნდა შეაყვარო კალათბურთი. ხო, რა. ამიტომ უნდა ყველა ასაკ ჭირდება თავისი პედაგოგი, თავისი ე, აბსოლუტურად გეთანხმებით. 10-11 წლის წველი წამოვიდეს და 8 წლის გუნდს უხელმძღვანელოს. არ შეიძლება დაუშვათ მე ეხა თუმცა თავარი მწვრთნელს ყველაფერი უნდა კონდეს გავირი მესმის, მაგრამ დამერწმუნეთ როგორი რთული იყო, იცი რო ჩავედი პატარა ბავშვებთან რაღაც ვარჯიში ავატარე ეხა არ დავნეულ ვარ და კალათბურთი ვიცი ეხა ორი ფარი არის და ბურთი არის, მაგრამ რაღაც მეთქი როდის დამთავრდება, რომ შემდეგ ვარჯიშზე უკეთ მოემზად. ხო, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხო, მწვრთნელთა საკითხი არის ავიცი ხა. და ეხლა მწვრთნელი ბოლომდე შეითავსებს ფსიქოლოგის როლს? ვერ შეითავსებს. ეგ არის მაგ თემაზეც თითქოს ეხლა რაღაცნაირად ეხლა გუშინ თუ გუშინ წინ მქონდა საუბარი რა, რომ აი არ ვიცი რა, როდის იქნება, რომ ფსიქოლოგი არის უნიშნულოვანესი თემა. ხო, მე მინდოდა მოლაპარაკებიც მქონდა, რაღაც ბიჭი გამოჩნდა ჩვენ ბაზარზე, ძალიან მნიშვნელოვანი. რომ მაგ კუთხით მუშაობს და იმდენი მოთამაშე იღუპება. წავიდა სხვა გზით არ დავშვა ცუდი გზით კი არა, საკალათბურთო გზით და ვერ განვითარდა და დღესაც ეხა არ მინდა ეხა როგორ შეიძლება გვარი არ ვიტყვი და ვერც ვიტყვი, მაგრამ დღესაც გული მწყდება, რომ იმდენი მოთამაშე არის და იმდენი ნიჭიერი გვაქვს, ნამდვილად გვაქვს ქართველებს ეს ნიჭი, მაგრამ ნიჭს შრომას და სწორ განვითარებას თუ ერთმანეთთან თანხმდრაში მოვახდეთ, მაშინ ამოვა საქმე. მარტო ნიჭი არაფერს არ გვაძლევს სამწუხაროდ რა. ხო. და შრომით უფრო მიაღწევ კიდე ნიჭის გარეშე რა. ეხლა წეღან თქვით მე განსაკუთრებულად მომეწონა ბოლო თამაში არა იმიტომ რომ დაუშვათ კმაყოფილი ვარ. შეცდომები არ მქონდა და ყველაფრით კმაყოფილი ვარ. უბრალოდ კმაყოფილი ვარ იმით რომ თავარმა მწვრთნელმა ჩემი შეხედულებით ზუსტად მიაგნო იმას რომ რა არის თანამედროვე კალათბურთი და დააწყებინა ქართველებს აგრესიული, კონტაქტური და ეს უნდა ბავშვებს. ბავშვებს ხედულობაში უკვე 13-14 წლიდან როცა უკვე პროფესიონალ კალათბურთისკენ წავიდნენ, უნდა იცოდნენ, უნდა აუხსნათ, რომ რა არის თანამედროვე კალათბურთი და ამას აუხსნის განათლებული და ბევრი ვისაც აქვს კიდე ნანახი და ბევრი გჭირდება ეგეც მწვრთნელი. კარი, მოდი დელტაზე უნდა ვთქვათ, ეხლა 1-2 სიტყვა აუცილებლად ზოგადად პროექტზე 1-2 სიტყვით წეღანად შევეხეთ. გუნდზე და გეგმებზე, თქვენს გუნდზე რო ვისაუბროთ 1-2 სიტყვით. კი, რაც შეეხება დელტას, მეორე წელი არის, რაც ახლა ამ გუნდში ვარ და წინა წელსვე ვიცოდი და უთხარი გუნდის ხელმძღვანელობას, რომ კიდე დავრჩებოდი 1 წელი ეგეთი, იმიტომ მე თვითონაც მინდა რომ რაღაც ბოლომდე მივიყვანო საქმე, აქ არ არის მარტო შედეგზე, ხო, იქ ბავშვთა სკოლა არის და ძალიან საინტერესო რა, კახეთის რეგიონი არის, გურჯაანი და ძალიან საინტერესო არის და იმდენი ადამიანი მოდის დარბაზზე ვერ იტევს ხოლმე, ბავშვები, ახალგაზრდები და ეს სტიმულია ჩვენთვის, ყველა ჩვენთაგანისთვის. რაც თბილისში გვაკლია, ხო? ხო, რაც თბილისში გვაკლია და რეგიონები, არა მარტო დაუშვათ გურჯაანში, სხვა რეგიონებშიც ეგრე არის, ხო და ეს ცალკე თემა არის და რაც შეეხება თვითონ კლუბს, არაფერი სტანდარტულად რა ვიცი ხა რაც შეეხება წლევანდელ წელს შეიძლება ითქვას, ყველაფერი წინ არის, ახლა ეს არის გადამწყვეტი თვე, მარტის თვე. და ვერ გეტყვით, რომ ახლა სეზონის ბოლოს გეტყვით, რამდენად კმაყოფილი ვართ. რაც შეეხება ამ ეტაპზე, რომ გითხრათ, კმაყოფილი ვართ, თქო, ნამდვილად არა ვარ, იმიტომ სადღაც ჩუაში ვართ. ცოტა გვიან დავიწყეთ შეკრება, როგორც თან ახლავს ქართულ კლუბებს, ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, თუმცა ნაყოფიერად მუშაობთ. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, როგორც თვითონ ქალაქიდან, ასევე ხელმძღვანელობიდან და ასე რომ ვფიქრობ, მაინც რაღაც შედეგს კარგი შედეგი დაიდება. თანამშრომლობა, კი. კი ბატონო, თოკო, არ ვიცი, ქართულ კალათბურთზე თუ გაქვს კითხვები? თოკოზე მინდა ორი სიტყვა ნაკრებზე ვერ ვილაპარაკეთ, რაც ეს პუნქტი გამოგჩა და
რამდენად რა თოკოს როლზე რო ვთქვათ, რამხელა არის მისი როლი, რომ დღეს ჩვენ მე-6 ევროპის ჩემპიონატზე სიამაყით ვიძახით, რომ უნდა გავიდეთ, ბიჭმა ჩარტერებით იმფრინა უამრავ თამაშებზე, რომ ჩამოესწრო და ალბათ პატარა ღირსია ჩვენი მხრიდან რომ აღინიშნოს. აბსოლუტურად კიდე აქაც განსხვავებულს და ორიგინალურს ვერ ვიტყვი, უბრალოდ ფაქტს კიდე ერთხელ დავადასტურებ და კიდე ერთხელ მინდა რა ვიცი მადლიერება გამოვხატო ზოგადად ამ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ თვითონაც ევროპაში სხვა ევროპელებიც აღნიშნავენ და ანტონიკე შენგელიას თვითონ ამ ტიპას ხო როგორ შეუძლია ითამაშოს ერთმონეთ ეხა მე არ მინდა არავის შევეხო და რაღაც იმას აქ რთული არის რა მოთამაშეს უთხრა რომ ეხა დღეში თამაში 8 საათზე 9-ზე მიფრინავ მე იჩადი ხვალ იქ უნდა ითამაშო თამაშო მე ევროლიგაში ჩამოდიხარ მე ისე მიდიხარ მე ეს ყველაფერი ადამიანის ჯანმრთელობაზე მის პროფესიონალ ძალიან დიდ დახს ასვამს ხო ეხლა ძალიან ბევრი რამე არის და ამიტომ თორნიკეს როლი და ამიტომ მეც მინდა ვთქო თორნიკესაც ვთქო რაც შეიძლება დიდი ხანი იყოს ნაკრებში და რაც შეიძლება ახლავთ 1-4 წელი ხო გვაქვს კიდე თუ არა ხო 4 წელი ხო ძალიან დიდი ძალიან ნამდვილი კაპიტანი არის როგორც უნდა იყოს კი კაპიტანი შეიძლება ამის ხმა რა იმიტომ მე მომიწია ეხა თვითონ ნაკრებში ხო აი თქვენ რამდენი წელი მუშაობდით ნაკრებში 3 წელი იყო ანუ ეს ზუროსის დროს იყო მთლიანად არა ნახევარი მე უკვე მე აღარ ვიყავ მოსხები იყვნენ და მე მომიწია ძალიან საინტერესო ის იყო მე მომიწია სხვა ციკლი იყო მე მომიწია იცი რა პერიოდში როცა ორთვიანი შეკრებები გქონდა რა ეს არის იყო დავუშვათ 3 და ის ძალიან საინტერესო ხანგრძლივი და ამ პროცესში გავდიოდით ყველაფერს რა მთელი ზაფხული ვემზადებოდი ციკლისთვის რა იყო და სექტე აგვისტოს ბოლოს სექტემბერში იყო და მანამდე ივნისის ბოლოს თორნიკე ზაზა ხო ზაზა შერბო თავისთავად სანიკიძე მანუჩარი ფანტასტიკური რეალურად საუკეთესო ნაკრები თო რაც სკოლია შემადგენლობით ამ ხალხის ყურება და ამ ხალხის პროფესიონალიზმის ყურება თო თითეული დეტალი იცით და მე რა ვიცი მადლობა მინდა თითეული მათგანს უთხრა რომ იმდენად ჩემზე შტაბიჯდილება მოახდინეს მართლა თავიანთი ცხოვრებით ყოფით თამაშით ქცევით ამ ორთვიანი სამთვიანი ურთიერთობით წარუშლელი გამოცდილება არის და მინდა თითოეულ მათგანს უსურვო წარმატებები კიდე და რა ვიცი. ევროლიგასაც შევეხოთ არა რამოდენიმეს. მახსოვს აგერ წინა ფინალი ევროლიგის ჩვენთან სილკში იყავით პატასთან ერთად პანათინაიკოსი რეალი წაიყვანეთ და ვიცი რომ ადევნებთ თვალყურს მოდივართ. მეც ეგრე ვარ ევროლიგა მირჩევნია NBA-ს ყოველს მაგას ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებ და მიმყავს. წლევანდელ სეზონზე ვთქვათ 1-2 სიტყვა რომელი გუნდი მოგწონთ რას ფიქრობთ ვინ მოიგებს ხო ნუ ზოგადად ჩემ თავს ეწინააღმდეგები ხოლმე მე მადრიდის რეალის შემადგენელი გუშინ უყურებდით ალბათ ყველგან ყველაფერში თუმცა ეხა რეალი არის და გასაგებია მესმის ეხა გუშინ იყო ხო ამით იყო შილცის თამაში სხვათა შორის ეხა წეგან რო ახსენებ და ეგეც ჩვენი დამსახურება რომ შილცი არ იყო ის შილცი რომელიც უნდა ყოფილიყო. ძალიან გამიკვირდა ეგეთი თამაში როგორ. უყურებდი აბა იქ რა სიზონდა და ნუ ის არ არის რაც არის ზოგადად, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში საინტერესო თამაში იყო არმანი მონაკო იყო და მოიგო არმანი. ხო, მოი. ნუ რავი რა გითხრათ ეხა დიდი საერთოდ მიყვარს ბერძნული კლუბები პანათინაიკოსი დარბაში რამოდენიმეჯერ ვარ ნაყოფი და ისეთი აურა სხვაგანაც არის ეხა ბელგრადში არა ვარ ბელგრადში სამწუხაროდ თვითონ მაგთამაზე არა ვარ ნამპოფი მაგათამაზე და პანათინაიკოსი ოლიმპიკოს თამაზე ნამპოფი ვარ ხო და სასწაულია ხო ისეთი სტაბილიზება მაგრამ მწვანეები მიყვარს ძალიან პანეთ და მაგარი გუნდი ყავთ ეხა და გუშემატკივრობდა პარტიზანის რაღაც სასწაულებს აკეთებს ხო პარტიზანის ატმოსფერო რა პარტიზანი ხო რა ვიცი სასწაულია ხოლმე იქ საერთოდ საგიჟეთია ხოლმე ნაკლები თვითონ ეს პანათი თვითონ ის დარბაზი უაკარი ძალიან დიდი დარბაზი არის ეხლა მან 20000-იანი დარბაზები არის ევროპაში ხო ეხლა ზუსტად არ მინდა შემეშვა ზუსტად სტარკ არენა არის ანუ პარტიზან ბელგრადის ახალი დარბაზია 20000-იანი ორივეზე პარტიზანის მან თამაშობს რენალ ზვეზდაც ეხლა უკვე რა და არის 20000 ჟალგირისია სადაც 19 დაახლოებით კაუნასის არის ევროლიგა ძალიან თან მithumetes ეხლა უკვე ძალიან საინტერესო ის არის ეტაპი იწყება ეხლა ხო უკვე ცოტა გადამწყვეტი ბრძოლებია იქ პლეი-ინისთვის და ნუ მე პლეი-ოფები ყოველთვის ძალიან საინტერესოა ძალიან საინტერესო გამოგვივიდა მე მგონი საუბარი
ბოლოსკენ რაც ტრადიციას ჩამოყალიბდა და ყველას ვეკითხებით და რას უსურვებდით ქართულ კალათბურთს. აი იმ თემებზე რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, განვითარებაზე და მომავალი მინდა რა, აი კიდე ერთხელ მინდა რომ აი სუპერლიგის კლუბები ალბათ თუ კარგად მიხედავენ პროფესიონალ კლუბებს არ ვეხებთ ცალკე თემანი, მინდა რომ ბავშვთა კალათბურთი განვითარდეს. სკოლებმა ისიც კერძო სკოლები არის, მესმის და არავის საქმეში არ ვიჭრები და არც ისა, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს თუ ფედერაციასთან რაღაცნაირად მოახერხებენ, რომ კვალიფიციური მწვრთნელები, აქ არ არის დაუშვათ ქართველმა არიცის უცხოელი გინ, მაგრამ თუ საჭირო არის ჩამოვიყვანო, თუ საჭირო არის ჩვენც გავიზარდო, ჩვენც ვისწავლოთ, იმიტომ მე ვფიქრობ, რომ ქართული კალათბურთის მომავალი არის ზუსტად იმ ბავშვთა სკოლებში, რომელიც დღეს არის შექმნილი და მაქედან უნდა დავიწყოთ რა. აბსოლუტურად უნდა იღებდეს 2 გუნდი თუ 3 გუნდი მონაწილეობას მესმის, უსურვებდი რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი დაინტერესდეს კალათბურთით და ბავშვთა სკოლები განვითარდეს. რა თქმა უნდა, ნაკრებს უსურვებდი. კაი სურვილებია, მეც გიერთწევით მთელი გულით. ეგ არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი თუ რა არის ხვალინდელი დღე ქართული კალათბურთის. ფეხბურთის მაგალითიც ოდნავ გადავუხვევ რო ავიღოთ. რაც კობიაშვილმა ამდენი მოედნები გააკეთა საქართველოში და არა მარტო თბილისში და ეს FIFA-ს დაფინანსები და მართლა მერიის მოედანი აღარა. ინფრასტრუქტურას ბოდიში არ შევეხეთ თქვენი იმით, იმიტომ ხო. კი, ჩემთვის პირადად, ჩემი კლუბისთვის ნომერ პირველი პრობლემა არის ინფრასტრუქტურა. დარწმუნებ ძალიან ბევრს ესაუბრები. ბევრს, მაგრამ ჩემთვის პირადად ეს არის. ამ ყველაფერთან ერთად ინფრასტრუქტურა დარბაზზე ვიცი რაღაცეები შენდება, თუმცა არ არის საკმარისი. სამწუხაროდ ეხა კალათბურთს თუ საბედნიეროდ ვერ ვითამაშებთ გარეთ წვიმაში და თოვლში. ჭირდება. არა, ეგ არის ინფრასტრუქტურა ნომერ პირველი და მე მგონია რომ იმ კაი ინფრასტრუქტურაში მწვრთნელებსაც გავსდით და მე მოთამაშეებს. ეგ იმიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ მე ჩემ თავს ყველაზე მთავარი კრიტიკოსი ვარ მე ჩემი თავის. მაგიტომაც ვითარდებით და პროგრესირებთ. ესე მწვრთნელებისაკაც რაღაცა ყოველთვის ისე უყურებ, რომ მინდა რომ უფრო მეტი განათლებული, უფრო მეტი ესეთი მწვრთნელი იყოს, რომელიც გაზდის იმ ბავშვს, ზუსტად 9 წლიდან, 10 წლიდან. აი ეგ არის მთავარი რა, ეს ასაკობრივი ნაკრებები, რომელიც გადის, რა გვინდა იმ რას ვითხოვთ იმ ასაკობრივი ნაკრებისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. და აქ ფედერაციის ჩართულობა ვფიქრობ მნიშვნელოვანია. ძალიან სასიამოვნო არის. ყველაფერი, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და იმედია რომ შევხვდებით კიდევ არა. მადლობა. დროებით შემდეგ მოვალ შეხვედრით.